საერთაშორისო კინოფესტივალი პრომეთეს 3 დეკემბერს თბილისის კინოთეატრებში რიგით მე-13 კინოფესტივალი იხსნება, სადაც მსოფლიოს ცნობილი რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად ნაჩვენები იქნება სადებიუტო ფილმებიც. 3-დან 8 დეკემბრამდე ფესტივალის ფარგლებში ქართველი კინომოყვარულები 70-მდე ფილმს ნახავენ. კინოფესტივალი პრომეთე, რომელმაც 12 წლის განმავლობაში 500-ზე მეტ რეჟისორს, მსახიობს, კინომცოდნესა თუ პროდიუსერს უმასპინძლა, წელსაც შეკრებს კინოვარსკვლავებს. ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პროგრამა გახლავთ საკონკურსო ევროპული ფილმების კონკურსი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპელი ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების პირველი ან მეორე, ანუ სადებიუტო ფილმები. საკონკურსო ფილმებს 5-წევრიანი ჟიური შეაფასებს. ერთ-ერთი მათგანი ბრიტანელი სცენარისტი და რეჟისორი, ფილმ „სახიფათო კავშირების“ სცენარის ავტორი კრისტოფერ ჰემპტონი იქნება. ფესტივალს წელს კიდევ ერთი სექცია დაემატა გერმანულ-ფრანგული კავშირები კინოში ამ ორი ქვეყნის მეგობრობის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. Ce sera une année particulière. ამ კვირაულის ფარგლებში ორი მიმართულებით წარმოვადგენთ ფილმებს. ნაჩვენები იქნება საფრანგეთისა და გერმანიის ურთიერთობების ამსახველი 6 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. აგრეთვე ფრანგულ-გერმანული ტერლიარხის არტეს მიერ გადაღებული 10 დოკუმენტური ფილმი, რომელთაგან 5 გერმანულია. ფრანგულ-გერმანული კვირაული 5 დეკემბერს გაიხსნება შლონდერფის მიერ 2012 წელს გადაღებული ფილმით „სხვა განთიადისას“. გოეთეს ინსტიტუტი და ფრანგული ინსტიტუტი, ესენი არიან ჩვენი მუდმივი პარტნიორები. ძალიან საინტერესო კავშირებია ფრანგულ-გერმანული კინოში თუ კინოს მიღმა და ამიტომ მთელი წელი ჩვენ ვარჩევდით ამ პროგრამას. მაყურებელი იხილავს ფრანსუა ტრიუფოს, მაქს ფილსის, ლუკინო ვისკონტისა და მრავალი ცნობილი რეჟისორის ფილმებს. ეს არის ის ფილმები, რომელიც ქართულ მაყურებელს ჯერ არ უნახავს. ლეგენდარული 1929 წელს გადაღებული ფილმი „ოპუსის“, ეს არის ვესტფრონტი, რომელიც გებელსმა აკრძალა თავის დროზე. ასევე კოსტა გავრასის ფილმი, სადაც არის ჟანა მორო, არის ასევე ფილმი, სადაც არის ლეგენდარული ივ მონტანი. სექციაში ქართული პანორამა, უახლესი ქართული მხატვრული დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები იქნება წარმოდგენილი, სადაც მაყურებელი რუსუდან ჭყონიას ახალ ფილმ „გაიღიმესაც“ ნახავს, რომელმაც რეჟისორს წელს დიდი წარმატება მოუტანა. სექციაში მსახიობი ფოკუსში კინოფესტივალის საპატიო სტუმარი მსოფლიო კინოს იტალიელი ვარსკვლავი ჯანკარლო ჯანინი იქნება. კონკურსში წლის საუკეთესო სადებიუტო ფილმები რჩევა. 2012 წლის რიგით მე-13 თბილისის საერთაშორისო ფესტივალს 3 დეკემბერს იშტვან საბოს ახალი ფილმი „კარი“ გახსნის, ხოლო 8 დეკემბერს თითო ცინძაძის „შემოჭრა“ დახურავს.